შტერი ადამიანი ეძებს შეყვარებულობას და შინაარსობრივად სულ ფეხებზე ჰკიდია, ვინ შეუყვარდება. ადეკვატური ადამიანი ცდილობს ისეთი შეყვარებას, ვინც კარგი პარტნიორი იქნება. ანუ ის ეძებს ადეკვატურობასა და შეყვარებულობას შორის კომპრომისს. რძენი ადამიანი კი პარტნიორს შეგრძნებებით საერთოდ არ ირჩევს, უშუალოდ გონებით ირჩევს. და როდესაც ამას ვამბობ, ეგრევე ბუნდს აწყობენ, რომ მე ხომ ასე ბედნიერი ვერ ვიქნები. რანაირად უნდა ვიცხოვრო ასეთ ადამიანთან თუ ის არ მეყვარებაო. მომისმინე, ჩემო მეგობარო, შენ ხომ გუშინ არ დაბადებულ ხარ. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ შენ ვიღაც შეგიყვარდა. თუ შენ გამხდარი აირჩიე, რამდენიმე წელიწადში ცოტა ჩამჯდარი და ფორმებიანი მოგინდება. თუ მაღალი აირჩიე, დაბალი, მინიატურული კონკია მოგინდება და არა თუ ეგ ცხენივით ქალი. თუ მოკრძალებული აირჩიე, გარყვნილი მოგინდება. თუ გარყვნილი აირჩიე, მოკრძალებული მოგინდება. შესაბამისად მამაკაცი, რომელიც ამ პრინციპს ვერ ხვდება და კამათს იწყებს, მას თავისი შეგრძნებების ერთი ნაბიჯით წინ პროგნოზიც კი არ შეუძლია. ან უბრალოდ ურთიერთობაში სუსტ პოზიციას იკავებს. აი ყველა მამაკაცს ხომ აინტერესებს, რომ ქალებს რანაირი მამაკაცები მოსწონთო. ამ კითხვაზეც ზუსტად ანალოგიურია პასუხი. თუ ქალი შეყვარებულობაზე არის ორიენტირებული, მაშინ არ არსებობს არაფერი კონკრეტული მამაკაცთა ტიპაჟი, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მასში გაგიჟებულ ინტერესს გამოიწვევს. თუ ის ათლეტური აღნაგობის მამაკაცს ხვდება, მას ბეზრდება ქათმის ფილეს, ციციბურის და ბრინჯის კეთება. ამიტომ ახლა სერიოზული მამაკაცი, სერიოზული ბიზნესმენი სჭირდება. შეხვდა ბიზნესმენს, მისი ღიპი მობეზრდა და კიბეზე შესვენების გარეშე რომ ვერ ადის, ეგ აღიზიანებს და მის ფონზე უკვე ფიტნეს ტრენერი კაი ტიპი იყო. თუ მკაცრ და დესპოტ მამაკაცს შეხვდება, რომელიც ყველაფერს უკრძალავდა, შემდეგი დიდი ალბათობით შტერი რომანტიკოსი იქნება. თუ რომანტიკოსი იყო, მაშინ დროზე უნდა მონახოს ძლიერი მამაკაცი, იმიტომ რომ ის შრუნგი იყო, დასკვნა. თუ ქალს ვინმეს შეყვარება უნდა, ეგ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის იმ განწყობით, რომ ეგ არის მისი ბოლო ურთიერთობა. იმიტომ რომ მას კიდევ ბევრჯერ მოუნდება თავიდან შეყვარება. ჯემალი კი ტრადიციულად რიგში დგას და ელოდება მას.